დღეს გადავწყვიტე ბიძინა ივანიშვილზე ვილაპარაკო. მიზეზი ის ბევრი ადამიანია, რომელიც მეკითხება ბიძინაზე. არის ხოლმე ვებ გვერდებზე ასეთი ჩაშლა frequently asked questions. ხო და აი ამ დაახლოებით ესეთი კოლაჟის კითხვა-პასუხის რეჟიმით შევასრულებ ჩემს კვირის აზრებს. წყარო ჩემი ერთწლიანი ურთიერთობა ბიძინასთან დრო ლიმიტირებულია, მაგრამ ინტენსიურობიდან და ექსტრემალურობიდან გამომდინარე მე ვფიქრობ ინფორმატიული და ინფორმაციით დატვირთული. რა ტიპია ამას მეკითხებენ? აი რაც ტელევიზორში ჩანს, აი ეგ ტიპია. ლაპარაკის მანერა, მსჯელობის ფორმა, ჟესტიკულაცია, აქცენტების გაკეთება ზუსტად იგივეა. კი უნდათ პიარშიკებს გაეხედნათ და ჩვენთვის ჩვეულად ესეთი ისტერიული კრინები ესწავლებინათ, მაგრამ მოახერხა საპირისპირო და მიტინგებზე ბიძინას მაგივრად ხალხ საქართველოს სკანდილება ასწავლა. რა არ მომწონს? არ მომწონს ალბათ არასწორი სიტყვა, ადამიანების საერთოდ ნაკლებად არ მომწონს. რაღაცა თვისებები მათში ჩემთვის უცხოა ხოლმე. ხო და აი რა არის ესეთი მაშინ ჩემთვის უცხო, ხო და არა ჩემეული. ასეთი განსხვავებული რა არის? ასეთი განსხვავებული ალბათ არის ის, რომ ბიძინას რეალ ტივის ჟურნალისტთან პრესკონფერენციაზე შეუძლია რომ 10 წუთი ეკამათოს. ჩემთვის ეს ძალიან უცხოა. სხვაგანაც მინახავს იგივე უფრო ვიწრო წრეში, სადაც მე დავუშვათ 3 წუთში დავამთავრებდი ლაპარაკს, ბიძინა ბოლომდე რაღაცა დაუდგენელ ზღვრამდე კამათობს და მსჯელობს, უსმენს. ჩემთვის ეს უცხოა. ჩემთვის თუ 2-3 წინადადებაში არ შედგა დიალოგი, გავდივარ ხოლმე და სხვა თემაზე გადავდივარ. ბიძინა აგრძელებს ლაპარაკს და ეს ჩემთვის რაღაც გაუგებარია. კიდევ უცხო და განსხვავებული არის ბიძინას რაციონალიზმი. ამაზე ძალიან ბევრი გვილაპარაკია, მართლა ბევრი და ბუნებრივია ვერც ერთმანეთს ვერაფერი ვერ დაუმტკიცეთ. მე ჩემს აზრზე დავში და ის თავის აზრზე და ბუნებრივია რომ მისი შეხედულება რომ რეალობა რაციონალური, გონისმიერი წვდომით აიხსნება ჩემთვის დღესაც მცდარია. რაციონალური და გონისმიერი წვდომა ჩემთვის სამყაროს რაღაცა მცირე ნაწილს ხსნის და ჩემი აზრით უსუსურია მთლიანად სამყაროს ახსნისას. ბიძინას კი ჯერა საპირისპირო რომ მისი აზრით გონითი შემეცდება ხსნის სამყაროს ადეკვატურად მაშინ მიმდინარე პროცესებს და მომავალშიც ახსნის. მე მიმაჩნია რომ ეს ის ფუნდამენტურად ცდება ამაში. კიდევ მეუბნებიან რომ აგრესიულია და ატერორებს მის ირგვლივ და აზრის გამოთქმის უფლებას არ აძლევს. აი ნეტავ ეგრე ყოფილიყო, თავისთავად ამას რომ ვამბობ, ალბათ საკუთარ თავზე რაღაცა ცუდს ვამბობ, მაგრამ ხშირად საუბრების დროს ძალიან მინდოდა რომ ბევრი ადამიანის რაღაცა ვერბალური პატოქსაზნანია გაეჩერებინა და არ ვეტანჯია ამის მოსმენით. ფული ყველაზე უცნაური ამბავია, მე ვფიქრობ მის კონტექსტში. მინახავს ბევრი ადამიანი, აი ძალიან ბევრი, რომელიც თავისი ბანკის ანგარიშის ხატად და დარად აღიქვავს თავის თავს. ის კი არა რომ აი შენ გაფასებს რომ აი შენ რამდენი ფული გაქვს, არა, თავის თავს აღიქვავს იქედან გამომდინარე რა თანხა უდევს საბანკო ანგარიშს. ბიძინასთვის ის რომ აქვს ბევრი ფული, ამისთვის უცნაურად ეს ურთიერთობაში და მე ვფიქრობ საკუთარი თავის შეფასებაშიც არ მონაწილეობს. არანაირად და არც ერთ ასპექტში. არა ის კი არა რომ არ იცის, ალბათ იცის რომ აქვს ფული და ძალიან ბევრი ფული, მაგრამ თითქოს ისე იცის როგორც მე ვიცი რომ ჩემს ეზოში ამოდის მაგალითად მილიონი ღერი ბალახი და თუ დამჭირდება მოვთიბავ, თუ დამჭირდება გავზდი, მაგრამ აი ეს ამითი არ ვცხოვრობ. ვიცი რომ მაგ ვიყენებ, მაგრამ სადღაც აი ესე ფონად. მართლა არ შემხვედია ადამიანი ფული ჰქონდეს და ასე იოლად ხარჯავდეს. უფულოები, ვისაც ფული არ აქვს, კი მინახავს, ვისაც ფული არ აქვს, იმათ რაღაცა სიხარბეც არ აქვს. ძალიან ბევრს ვიცნობ, ვისაც 10 ლარი რო კონდეს ბოლო 5-ისე დაგახარჯებს, რომ არ დაფიქრდება, მაგრამ აი ისეთები, ვისაც აქვს 100,000 და 200,000 ლარი აქვს და 10 ლარს ისე გაჩუქებს, რომ არ იდარდებს, ეთები ძალიან ცოტა. ბიძინა ახერხებს იყოს ერთდროულად მდიდარი და ამავე დროს არ იყოს ხარბი. ხო კიდევ ერთი რამე, რაც ახლო ამასთან ძალიან მომწონს არის, რომ ნამდვილად არ ავარდება არაფერზე. ძალიან ესეთი მოსაწონი რაღაცა. არა იმიტომ რომ ყველაფერი აქვს, არამედ იმიტომ რომ არც ერთ მომენტში არ მინახავს
აქტაცებული ან რაღაცა აქტოვანებული არაფრით გარდა იუმორის ან ორიგინალური აზრის და იდეის.